აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ჰოლოზეუმში მედია პროექტ მიამბე აფხაზეთზე საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. პროექტი 10 წლისაა. ღონისძიების ფარგლებში 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილი მასალების სპეციალური ვიდეო ინსტალაცია წარადგინეს. მულტიმედიურმა სივრცემ სტუმრებს შესაძლებლობა მისცა ერთ სივრცეში ეხილათ სხვადასხვა თაობის ადამიანების მოგონებები და ვირტუალურად ემოგზაურათ აფხაზეთში. აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში დღეს გაიმართა აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია პროექტი მიამბე აფხაზეთზე საიუბილეო საღამო, სადაც ძალიან ლამაზი გამოფენა მოეწყო იმ სიუჟეტების, რომლებიც წლების მანძილზე ხორციელდება. მინდა წარმატებები უსურვო ამ მედია პროექტს და აფხაზეთის მთავრობა სამომავლოდ აქტიურად გააგრძელებს მათ მხარდაჭერას. მიამბე აფხაზეთზე ეს არ არის მხოლოდ ინტერვიუების სერია, ეს არის მოგონებების არქივი. არქივი ემოციების, არქივი ისტორიების, ადამიანების მიერ აფხაზეთში გადახდენილი და ძალიან მიხარია, რომ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის არქივში ინახება ყველა ის მოგონება, ყველა ის ისტორია აფხაზეთთან დაკავშირებული და მე მჯერა ერთ დღეს მსგავს გამოფენას ჩვენ აუცილებლად გავამართავთ აფხაზეთში, სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში და იქ მოუყვებით ისტორიებს, როგორ ცხოვრობდით დევნილობაში და როგორ არ ვივიწყებდით აფხაზეთს. მადლობა იმ ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აი ესე მძაფრად ახსოვს და უყვარს აფხაზეთი. ეს არის ჩვენი ტკივილი, როგორც ყველა ტკივილი გაივლის. არ არსებობს ტკივილი, რომელსაც უნდა გაივლოს მით უმეტეს ესეთმა. და ჩვენ დავბრუნდებით აუცილებლად და ეს არის ახალი თაობისთვის უმნიშვნელოვანესი, რომ ის ვინც ნამყოფი არ არის, ჩვენი სიყვარული გადავცეთ ჩვენს ახალ